რაღაცას და ეუბნება. თუ უფალი ხედავს, რომ ჩვენთვის მის სიტყვებს რაღაც განსაკუთრებული ადგილი არ უკავია ჩვენს გულში და ყველაზე კარგი ადგილი არ უკავია, რა თქმა უნდა ეს ავტომატურად გვიბრუნდება ჩვენ, იმიტომ რომ უფალი ელაპარაკება მსმენელებს. მას ლაპარაკი კი არ წყურია უბრალოდ და მოუცლელობის გამო კი არ ლაპარაკობს და კი არ დაგვდებს. მას უყვარვართ და უნდა ჩვენი ცხოვრების ყველაზე მთავარი ადგილის დაკავება. არა იმიტომ რომ მას ეს პრეტენზია აქვს და ახირება რომ ყველაზე კარგი ადგილი უნდა კონდეს დაკავებული. იმიტომ რომ ეს ერთადერთი გზაა ჩვენი გადარჩენის, ჩვენი წარმატების, ჩვენი წინსვლის, ჩვენი გამოსყიდვის, ჩვენი განკურნების, წყევლისაგან განთავისუფლების. ეს ერთადერთი გზაა. მაშინ, როდესაც უფალი იკავებს ჩვენს გულში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს, მაშინ ახერხებს უფალი ჩვენს აყვანას იმ დონეზე, რასაც ქვია კურთხევის დონე და უხვის სიცოცხლის დონე. სხვანაირად ხელს გვიშლის ყველაფერი. აი მე როდესაც ის არაწმინდა ანგელოზები გამომეცხადნენ და ჩემი მოკლა რო უნდოდათ, ერთი ძალიან დიდი ჭეშმარიტება გავიგე. ეს ისტორია მოყოლილი აქვს მეგონი თქვენთვის და 23 წლის რო ვიყავი, როდესაც აი ორი ანგელოზი მოვიდა, ბოროტი ანგელოზი ჩემს სახლში და სადაც მე ვიყავი, ჩემი სახლი არ იყო, მაგრამ სადაც ვიყავი, დეიდასთან ვიყავი მაშინ. და ჩემი მოკლა უნდოდათ და მე როდესაც მუხლებზე დავდექი და უფალს ვთხოვდი რომ უფალო მიხსენი მეთქი, მორწმუნე არ ვიყავი მაშინ, მაშინ იმ დღეს მივიღე გადაწყვეტილება რომ გავყოლოდი უფალს. უფალმა ასეთი სიტყვა მითხრა რომ რადგან შენ მთხოვე რომ ჯოჯოხეთში არ გამეშვი, მე შენ გიფარავ ჩემი ხელით. მაგრამ თუ შენ გინდა რომ ეს ჩემი ფარველობა გაგრძელდეს, შენი ცხოვრება უნდა შეიცვალოს. თუ არ გინდა რომ შეცვალო შენი ცხოვრება, აი ყურადღება მიექცეთ, მას არ უთქვამ შენთვის რომ მე შენ დაგსჯი. მან უბრალოდ მითხრა რომ მაშინ მე ჩემს ხელს წავიღებ, ანუ ვეღარ დაგიცავ, აღარ დაგიცავ. და მე მივხვდი რომ ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილებების შედეგი. დღეს რა გადაწყვეტილებასაც ვღებულობთ ჩვენ, ის შედეგები გვექნება ხვალ. შესაბამისად არის რაღაცეები, რაც შესაძლოა არ გვეჩვენება დღეს გონივრულად, იმიტომ რომ ჩვენი დამოკიდებულებები გვაქვს რაღაც საკითხებისადმი, მაგრამ თავარი ის კი არ არის ჩვენ რას ვფიქრობთ და რას ვგრძნობთ. თავარი ის არის, რას ამბობს ჭეშმარიტი ღმერთი, ჭეშმარიტების სიტყვა, იმიტომ რომ ეს ჭეშმარიტების სიტყვა რჩება საუკუნოდ. ასე წერია. დანარჩენი ყველაფერი არის დროებითი. და ის ვინც ამ ჭეშმარიტების სიტყვაში რჩება, ის უძლებს ყველა გამოწვევას. ის უძლებს და იმარჯვებს წყევლაზე, ის ამარცხებს ჯოჯოხეთს, ის შედის ზეცაში, ის რჩება საუკუნოდ, იმიტომ რომ სიტყვა ჭეშმარიტი არის თავად ღმერთი. და თუ ღმერთში რჩები, შენ დაცული ხარ. და ღმერთმა ძალიან კარგად აღგვიწერა თავის თავი. რადგან და სიტყვა გამოგვიგზავნა, თავისი სიტყვა. და ეს სიტყვა გვეუბნება, რომ ჩვენ შესაკრებელი არ უნდა მივატოვოთ. ჩვენ გამუდმებით უნდა ვლოცულობდეთ. ჩვენთვის, ჩვენი ნაბიჯებისთვის უნდა იყოს ლამპარი ღმერთის სიტყვა. ამიტომაც არის, რომ ჩვენ როდესაც ვიკრიბებით, ხო, არ ვლაპარაკობთ რაღაცა გადმოცემებზე, რაღაცა ზღაპრებზე. ჩვენთვის მთავარი დასაყრდენი არის ღმერთის სიტყვა. იმიტომ რომ ეს სიტყვა ღმერთმა გაგვიშიფრა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროსთვის, დაგვიღეჭა, გვაძლევს იმდენს, რამდენიც შეგვიძლია რომ ავითვისოთ ჩვენი სულიერი ასაკის მიხედვით, ჩვენი საჭიროებების მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით. წმინდა წერილში წერია, რომ ჩვენს გულში არსებული გულისთქმების მიხედვით მოდის სიტყვა, განსაცდელები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის გამუდმებულად პროცესია ჩვენდამი მეთვალყურეობის, ჩვენი აღზრდის და გვეხმარება, მაგრამ ჩვენ თუ ამ პროცესს წვეთ, ხო? ეს სიტყვა სადღაც შორჩება, აი აგერ არის კურთხევა, ჰაერში ტრიალებს, მაგრამ შენ არ გაქვს წვდომა ამ სიტყვასთან. იცით როგორ არის, აი ჩათვალეთ, რომ ინტერნეტს ძალიან კარგად ედარება ეს ზეციური კურთხევა. ინტერნეტი ყველგანაა, სადაც ტელეფონი იჭერს. ყველგანაა, მაგრამ თუ ინტერნეტი გაქვს,
შენ შეგიძლია შეხვიდე სამუშაო ფაილებში, შეხვიდე საინფორმაციო გადაცემებში, გაგზავნო წერილები, არ ვიცი, მიიღო წერილები, გადაიხადო ხელფასები, აი ამ ტელეფონით, რომელთაც ახლა მე თქვენ გელაპარაკებით, იმიტომ რომ ამის კამერა ყველაზე მეტად მომწონს. ამ დროს მაკო იქით არის ხოლმე ჩართული. ამ ტელეფონიდან ვარიგებ ხელფასებს, ვწერ წერილებს, ვამზადებ ქადაგებებს ხშირ შემთხვევაში, ვკითხულობ ბიბლიას დილას რო გამოვდივარ, ერთი 10 თარგმანი მაქვს ტელეფონში აპლიკაციაში ბიბლიის. კარგი, აი წიგნიც მიდევს, წიგნიც მაქვს. მაგრამ ძალიან კომფორტულია ჩემთვის დავაჭერ და ქართულის ქვეშ ჩამოვა ინგლისურის ქვეშ ბერძნულის ქვეშ რუსული და ასე შემდეგ და უყურებ სხვადასხვა ვერსიებს თარგმანებს ძალიან კარგია შესასწავლად. მაგრამ თუ უცებ ეს ყველაფერი კი აქ არის, მაგრამ თუ უცებ ინტერნეტთან წვდომა გამიქრა ან ელექტროენერგიასთან წვდომა გამიქრა, ეს ყველაფერი აქ იმოძრავებს, მაგრამ მე არ მექნება შეხება. აი ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ უფალთან ვიყოთ შეერთებული გამუდმებით, უფლის სიტყვასთან ვიყოთ, უფლის სულთან ვიყოთ კავშირში. აი ეს აუწყველი კურთხევა, რომელიც ღმერთს აქვს ჩვენთვის გამზადებული, მხოლოდ და მხოლოდ მკვიდრდება ჩვენს ცხოვრებაში უფალთან, როდესაც ვართ სიახლოვეში. და უფალმა დაგვიდგინა, რომ კვირაში ერთხელ მაინც, როგორც მინიმუმ, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ როგორც ეკლესია. ყოველ დღე უნდა ვილოცოთ და არ უნდა მოგწყინდეს. უნდა კონდეს მოზიარეობა. ერთად როცა შევიკრიბებით, უნდა კონდეს ფსალმუნები, აღიარებითი სიტყვა, მამხილებელი სიტყვა, წინასწარმეტყველება, ასე წერია წმინდა წერილში, იმიტომ რომ ეს არის გამუდმებული კავშირი სულების მბრძანებელთან, რომელიც არის იესო ქრისტე. მაცოცხლებელთან, ჩვენი რწმენის სრულყოფილთან და მასთან როდესაც კავშირში ხარ, მერე ხდება შენთვის ხელმისაწვდომი ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ხშირად ვოცნებობთ, ვესწრაფით და გვინდა. ამიტომ ეს არისო საუკუნო სიცოცხლე, გიცნობდნენ შენ ერთადერთ და ჭეშმარიტ ღმერთს. როგორ შეიძლება გაიცნო ადამიანი თუ პიროვნება, თუ მასთან ურთიერთობა არ გაქვს. სანამ ვილოცებდეთ ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ. ჩვენი ბოლო თემა იყო მახარებლობა და მახარებლობიდან გამომდინარე და ამ თემას გავაგრძელებთ ცოტა სხვანაირი კუთხით ჩვენ ეს ბოლო თემები ვლაპარაკობთ მახარებლობაზე, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ უფალს ამ ახალ ეტაპზე გადავყავართ. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა გავიზარდოთ ცოტა სულიერად, რომ ღმერთმა უფრო მეტი კურთხევების გადმოღვრა შეძლოს ჩვენზე. ერთი მეგობარი მყავს, ძველი ნაცნობია, ძველი, ციმბირელია, რუსია. და გადაწყვიტა, რომ სამახარებლო ჩავიდეს სომხეთში. ამჟამად სომხეთშია, ერევანში და ამ ბიჭს რაღაცა პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობის, ფაქტიურად პირველი თუ მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო, მაგრამ ვერაფერმა ვერ შეაჩერა ეს ბიჭი ქადაგებს რა. სასწაულებრივად რაღაც სასწაულები მოხდა განიკურნა, მაგრამ პერიოდულად აქ ხოლმე რაღაცა შემოტევები და არ ცხრება, სულ ქადაგებს. აიღო ხა სომხური არ იცის, მაგრამ სომხურად დააწერა პლაკატზე, რომ იესო არის ერთადერთი მანუგეშებელი, რომ შეგიძლია სიმშვიდე იპოვო მხოლოდ იესოში და დაუდექი ქუჩაშიო და ნუ რუსულათაც ეწერა, სომხურათაც ეწერა. ხო და ვიღაცები მისმენენ, კითხულობენ, რაღაცებს მეკითხებიან, გადიან, გამოდიან იქ ერევნის ცენტრში, ძველ ადგილას დადგა და ხალხმრავალი ადგილია რამე და უცებო ვიგრძენიო, რომ შაქარი დაეცაო ჩემიო. ნუ ეთყობა შაქარიც აწუხებს პერიოდულად და არაფერი არ მქონდაო, არც კამფეტი, არც პური, არანაირი საჭმელი არ მოელოდა ეთყობა ამ ამბავს და აი ხვდებიო, რომ ცოტა ხანში უკვე შეიძლება დავეცე და რაღაცა დავიზიანო. ცუდად არის რა, აღარ შეუძლია რომ გააგრძელოს ფეხზე დგომა იქ ქუჩაში დგას პლაკატით და არაფერი არ მაქვს, ანუ ბოთლით წყალი მაქვსო და უცებო სადღაციდან გოგონა გაჩდაო და გამომიწოდაო ხელიო და ხელში უკავია შოკოლადი ეს ტვიქსირვა. ხო და მადლობა გადაუხადეო, შევჭამეო, გამოვკეთდი უცებ და შევეკითხეო, რომ ვინ ხარო შენო, საიდან ხარო და იცით რაო, მე მორწმუნე ვარ, მითხრა ამ გოგომ. და სათვალეები ეკეთაო და რომ მოვდიოდიო ქუჩაშიო, დაგინახითო და უცებო შიგნითო რაღაცა მწველი სურვილი გამიჩნდაო, რომ წავსულიყავიო და თქვენთვის რაიმე ტკბილეული მეყიდაო. ხო და წავედიო სასწრაფოთო და ეს ტვიქსი იყიდა და მიუტანა და
ეს ბიჭი ყვება რომ პირი დამრჩა ღიაო, იმიტომ რომ ფაქტიურად ყვდებოდიო რა და ტირილი დავიწყეო, რომ იციო რა მოხდაო, აი შაქარი დაეცაო, ცუდად ვიყავი, ვეღარ ვაგრძელებდიო და ეს გოგო ცალკე ტიროდაო, იმიტომ რომ ძალიან გაეხარდაო, რომ ღმერთმა გამოიყენა იმისთვის, რომ ევანგელისტი ასე ვთქვათ, დაეკმაყოფილებინა იმ საჭიროებაში. მე კიდე ძალიან მიხარობდა ისო, რომ ღმერთისთვის ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი კარგად ყოფნაო, რომ ჩემთვის სულ უცხო ადამიანი გააჩერა, დაანახა ჩემი თავი, უთხრა წადი ამას ტკბილეული უყიდე და მოიყვანა და ორივე ბედნიერები ვიყავი და ვტიროდითო. რა თქმა უნდა, ეხლა აი წმინდა წერილში როდესაც წაიკითხა, უამრავი ადგილი ლაპარაკობს იმაზე, რომ თუ შენ სახარებას ემსახურები, სახარების მეშვეობით ღმერთი გემსახურება შენ. იესო ქრისტე ამბობს, რომ თუ შენ ჩემს სამსახურში დგახარ, გახსოვთ რომ წავიკითხეთ, არ წაიღოთ არც ქისა, არც აბგა, არც არტყელით სპილენძი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შემდეგ ლუკას 22 თავში ეკითხება. აი ასე რომ გითხარი და რომ წახვედით, რაიმე გაკალდათ და მოწაფეებმა უთხრეს არაფერიო. აი საინტერესო მონაკვეთია. უფალი ზრუნავს თავის მსახურებს. ეს ერთი პატარა მონაკვეთია. უამრავი ასეთი დამოწმებები არსებობს, მაგრამ ასეთ მსახურებაში დგომას ახერხებენ ისინი, ვინც იცნობენ მამას. ვინც უკვე რაღაც დონეზე გაიცნეს იესო ქრისტე და საიმედოდ მიიჩნიეს იგი, იმიტომ რომ როგორ არის იცით, აი ჩემმა შვილებმა უფროსები ვინც არიან, ახლა ბევრი უკვე იცნობ ჩემ შვილებს, ხო? უფროსები ვინც არიან, მაგალითად რო დამირეკავენ და მამა ეს არაა სახში და მოგვიტან, ან საულის ფული მჭირდება, ჩამირიცხავ, ან ეს მჭირდება და მიყიდი. თუ ჩემგან მოისმენენ დასტურს, უკვე იციან რო აქვთ, მაგრამ პატარა ჩემი ევა არის აბსოლუტურად განსხვავებული. რო იტყვის, რომ გუშინ მითხრა, რომ მამა კაპეტი მომიტანელა, კაპეტი უნდა მიუტანო და მოგიტან მეთქი და მამა კაპეტი მომიტანე რა, მამა კაპეტი მომიტანე. ხო და ხანდახან 1000-ში რო გამემეოროს, მე ტირილს მორთავს ხომ ღრიალს და მეუბნები მოგიტან მამიკო, აი რომ მოვალ მოგიტან, მაგრამ იმის გამო რომ ის პატარაა და სრულად ვერ აღიქვამს ჩემს პიროვნებას და ჯერ იმდენად გაზრდილი არ არის ჩვენს ურთიერთობებში, რომ მიხვდეს, რომ ჩემი სიტყვის ნდობა შეიძლება, ის ძალიან ბევრს ნერვიულობს. აი სანდროს მაგალითი მოვიყვანე, ახლა დიდი კაცია, მალე 20 წლის გახდება, მაგრამ მაკდონალდში მიმყავდა პატარა რო იყო. 3 თუ 4 წლის იყო და ბავშვები მიმყავს მაკდონალდში და ნუ მარჯანიშვილზე მივდივართ მაკდონალდში და იქ ყოველთვის პარკინგის პრობლემაა. და აი ჩავიქროლეთ მარჯანიშვილზე, მე ვეძებ პარკინგს და ნუ არ არის და ცოტა გავცდი წრეზე უნდა შემოვტრიალდე კიდე და მამა მაკდონალდი აქ არისო მეუბნები. კი მამა ვიცი მეთქი და აი ვეძებ ადგილს დავაყენებ და მივალ და მამა მაკდონალდი უკან დარჩაო მეუბნება. ჩატმიწყო მამა პარკინგი არ არის, აი დავაყენებ და მიგიყვან, მალე მიგიყვან. მამა დარჩა უკან და მორთოღრიალი. აი ჩვენ პატარები ვართ ხოლმე, ჩვენ ვერ ვახერხებთ რომ მივენდოთ ღმერთს. ერთი სიტყვას ვერ ვიტყვით ღმერთზე მინდობით. აი ღმერთი გველაპარაკება რომ იმდენად მარტივია სახარება, იმდენად უგუნურია და სისულელეთ მიაჩნია ქვეყნიერებას, რომ ამაზე მარტივი რა უნდა იყოს, რომ უთხრა ადამიანს, რომ თუ შენ სასოწარკვეთილი ხარ, თუ შენ დამძიმებული ხარ, ნუ გეშინია შენთვის მოკვდა ერთი კაცი, რომელიც ღმერთისაგან გამოვიდა, თავად ღმერთი, სიტყვა, რომელიც იქცა ხორცად, შენი გულისთვის ჯვარზე ავიდა, ყველა შენი ცოდვა იტვირთა, შენი ყველა წყევლა იტვირთა და თუ ირწმუნებ, მას გადარჩები. აი ამაზე მარტივი რა უნდა იყოს, ეს არ არის არც ქიმიური ფორმულა, არც JavaScript-ი, არაფერი არ არის განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ამბავია რა. და იმდენად მარტივია, რომ ადამიანებს ეჩვენებათ, რომ სისულელეა. მაგრამ ღმერთმა აი ასე ინება. ჩვენ რა გვმართებს ახლა, იცით? ცოტა უნდა გავიზარდოთ და მივენდოთ ღმერთს და მოვემსახუროთ მის სახარებას. მოვემსახუროთ მის ხედვას, მის მიზანს და როგორც თითქმის ყველა ქადაგებაში ვამბობ, ყველა ჩვენს შეხვედრაზე ვამბობ და მანდაც რო ჩამოვალ გავიმეორებ. ჩვენ უნდა ვხედავდეთ ღმერთის თვალებით. რატომ გადაწყვიტა უფალმა, რომ აი მან ნიუ-იორკში თქვენ შეკრებილიყავით და ეს ეკლესია დაწყებულიყო. რა ხედვა აქვს უფალს?
აი მე მაგალითად მან მეგობარი მყავდა 2011-ში დაუმეგობრდით და წინა ჩამოსვლაზე რო ვიყავი მინდოდა დაბადების დღე მიმელოცა და აღმოაჩინე რომ გარდაცვლილი იყო მთელი ნიუ-იორკი დასტიროდა თურმე გუგას აი ვერ მოვასწარი რა თქმა უნდა მე მილაპარაკია ამასთან ღმერთზე უამრავი რამე ბიბლიიდან მუხლებს უგზავნიდი მაგრამ შორს იყო და სიმაღლე ბიჭი იყო რაგბისტი იყო ძალიან პოპულარული იყო გარკვეულ წრეებში მაგრამ წამალმა ის ბიჭი დაღუპა მოკლა რამდენი ადამიანია იცით მანდ ვისი გადარჩენაც უნდა ღმერთს აი როგორი ადამიანი იყო ისიც არაფერზე არ დაგზარდებოდა მეგობრული თბილი უკანასკნელ უკმას გაგიყოფდა აი მანდ თან გადამყვა მაგრამ წამალმა იმსხვერპლა ხალხო წამალმა იმ გაგებით არა კოკაინმა იმსხვერპლა ფაქტიურად რამდენი ადამიანი იცით ჩვენ გართულები ვართ რაღაცეებში ჩვენი ყოველდღიური საჭიროებები იცი ახლა ცუდი ამინდია ვერ მოვედი იქ რაღაცა კარგი კლიენტი მყავდა და გადავწყვიტე რომ ჯერ ჩემი საქმისთვის მიმეხედა და რეალურად ღმერთისთვის არ გვცალია მეგობრებო არადა ღმერთის გაჩენილი ადამიანები იღუპებიან და ამ გადარჩენის სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ მისი სულისაგან მაღლიდან შობილი ადამიანების პირშია და ჩვენ ეს ადამიანები ურწმუნოებივით და წარმართებივით ვიქცევით ხშირად და იესო ქრისტე რას გვეუბნება წარმართებივითო აი უღმერთო ადამიანებივითო რატო დარდობთო და წუხართ იმაზე რა ჭამოთ რით შეიმოსოთ ეს ყველაფერი ხომ წარმართებს ადარდებთო თქვენმა ზეციერმა მამამ კი იცის რომ ეს ყველაფერი გჭირდებათ თქვენ რა უნდა გააკეთოთო პირველ რიგში თქვენ უნდა ეძებოთ ზეციური სამეფო და მისი სიმართლე რა არის მისი სიმართლე ანუ მისი სამართალი მისი კანონმდებლობა და რა კანონია ეს ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი რომ თავისი მხოლოდშობილი ძე გაიღო რომ მომკვდარიყო ჩვენს ნაცვლად რათა მისი არც ერთი მორწმუნე არ დაღუპულიყო ეს არის მისი სამართალი, ეს არის მისი იურისპრუდენცია. ჩაგვანაცვლა, ჩვენმა გიურად მოკვდა, იტვირთა ჩვენი ცოდვები და ეს ჭეშმარიტება, ეს სამართალი, ეს ფაქტი ჩვენს ხელთაა, ჩვენს გულებშია, ჩვენს ბაგეშია. იესო ქრისტემ რა დაგვიბარა, როდესაც მიდიოდა. აი სისხლსა და ხორცს რო ეზიარებით, ყოველთვის აუწყეთ ჩემი სიკვდილი, რომ მე მოვკვდი, ფასი გადავიხადე, სისხლი დავღვარე, მოვკვდი ცოდვილების გულისთვის. ეს არის ჩვენი უმთავრესი დავალება. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ჩვენს ცხოვრებაში, პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს სახარების გავრცელებას. კიდევ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის, რომ ყველა ადამიანმა მოინანიოს. ჩვენი პასუხისმგებლობაა ყველა ადამიანამდე მივიტანოთ ჭეშმარიტების სიტყვა, სახარების სიტყვა, გასახარებელი ამბავი. ზოგს გაეხარდება, ზოგს არ გაეხარდება. მაგრამ ეს სასიხარულო ამბავია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. და როდესაც ამაში ვიცხოვრებთ, ვიღაც ქუჩაში დაგინახავს და ტვიქს გიყიდის და მოგიტანს, იმიტომ რომ ღმერთი ჩაუდებს მას გულში. მოდით ახლა ვილოცოთ და დღეს ეს მონაკვეთი მინდა წავიკითხო წმინდა წერილიდან და შემდეგ ცოტა განვავრცოთ ეს თემა. უფალო, მადლობა შენ. მადლობა შენი წყალობისთვის, შენი სიკეთისთვის, შენი სიყვარულისთვის ღმერთო. დიდია შენი წყალობა ჩვენზე, დიდად სულ გრძელი ხარ უფალო. როგორ გვიყვარხარ ღმერთო, რომ ასეთი მოთმინებით ხარ აღჭურვილი ღმერთო. იტან ჩვენს ლტოლვას ამაოდიდებისკენ, იტან ჩვენს ადამიანურ სისუსტეებს, ეგოიზმს და მაინც გიყვარვართ უფალო და მაინც გაქვს ჩვენი იმედი. ღმერთო, აკურთხე ბრუკლინის ეკლესია. აკურთხე თითოეული მორწმუნე, ვინც ამ ეკლესიის ნაწილად თვლის თავს. ან ვისაც უნდა რომ იყოს ნაწილი ამ ეკლესიისა. ყველა ვისაც ამ ეკლესიაში ელოდები, გააბრწყინე ღმერთო, აღჭურვე შენი ძალით, შენი ცხებულებით, შენი სიკეთით. შენი სიბრძნით უფალო და დაეხმარე რომ ეს ეკლესია გაბწყინდეს როგორც მთის წვერზე აშენებული ქალაქი რათა უამრავი ადამიანი რომელიც დღეს დადის როგორც სიბნელეში ხელის ცეცებით და ვერ ხედავს გამოსავალს თავის ცხოვრებაში ცხოვრობს მუცლისთვის ცხოვრობს წუთიერი სიამოვნებისთვის
ხედავდეს, როგორც აი ამ მთის წვერზე აშენებულ ქალაქს და პოულობდეს გადარჩენის გზას. ჩვენთვის პატივია უფალო, ვიწოდებოდეთ შენს შვილებად, შენს მსახურებად, მოგვეცი სიბრძნე ღმერთო. იპოვე, გახსენი ჩვენი გულები, ჩვენი გულების გასაღებით ღმერთო. ჩადე ჩვენს ბაგეზე ეს ჭეშმარიტების სიტყვები, სახარების სიტყვები, მოგვეცი გაბედულება, გვასწავლე როგორ მოგენდო ჩვენ და გაიწოდე შენი ხელი ნიშნებისა და სასწაულებისთვის. როდესაც ვიქადაგებთ ღმერთო, ისე რომ ადამიანებმა ირწმუნონ ღმერთო და გადარჩნენ და განდიდეს შენი სახელი. და რა თქმა უნდა, ყველა ვინ შენს სამსახურში იქნება, ყველა ვინ შენს ხანაში იმუშავებს, როგორც წერია ღმერთო, მათ პირველებმა უნდა იგემონ უფალო საყვარელო ნაყოფისაგან იმ ყანისა, იმ მიწისა. რადგან შენ ასე გადაწყვიტე, შენმა ხალხმა, შენთვის მშრომელებმა, პირველებმა უნდა იგემონ კურთხევა შენი შრომის ნაყოფისა. მადლობა შენ ერთადერთო და ჭეშმარიტო ღმერთო. ვაკურთხებ თითოეულ მსმენელს დღევანდელ დღეს. და მიწდეს სული წმინდა თითოეული მსმენელის გულს, მათ შორის მოლაპარაკის გულსაც ღმერთო. აგვიხილე თვალები, შეგვახედე შენს ბუნებას, შენს გულს, შეგვაცნობინე შენი თავი კიდევ უფრო მეტად და შეგვაძლებინე რომ ავსებულნი გავიდეთ და ქვეყნიერების გდებამდე მოვემსახუროთ დაკარგულ ადამიანებს შენი ძვირფასი სახელის სადიდებლად. ამინ. წარმოგიდგენიათ მეგობრებო, წმინდა წერილში წერია რომ როდესაც ერთი მცირეთაგანი, ერთი დაკარგული ადამიანი მოინანიებს, მთელი ზეცა ხარობს. წარმოგიდგენიათ ზეცა როგორია? დღეს დილით სანამ ეკლესიაში წავიდოდით, ბავშვს მულტფილმი ჰქონდა ჩართული პატარას და უცებ შემეცნებითი ესეთი ჩართვა აქვს ხოლმე ერთ-ერთ არხს და galaktikებზე საუბრობდნენ. და არ ვიცი რამდენი galaktikების კლასტერი დაასახელა, ძალიან ბევრი. მაგრამ ის, რასაც შეგვიძლია ჩვენ მივწვდეთ სხვადასხვა რა ქვია იმას, ტელესკოპებით თუ სხვადასხვა საშუალებებით, მაგნიტური, რენტგენული დანადგარებით, გავიგოთ დაახლოებით რამდენი გამოვიდა, ღმერთო, ჩაწერილიც კი მაქვს. 390 ტრილიონის სინათლის წელიწადიო. ანუ რო გადმოვათარგმნინე ხელოვნურ ინტელექტს, მაინტერესებდა რამდენი კილომეტრი იყო, 164 სიქსტილიონ რაღაცა ციფრი დამისახელა. წარმოგიდგენიათ, რამხელა, ოღონდ თან რაც გეუბნება, იცით, ხელოვნური ინტელექტი, რომ ესო ბოლო მონაცემები არ არისო, ეს ის არის, რისი დანახვაც შევძელითო. როგორი დიდია ჯერ ეს galaktikები და მთელი ეს კლასტერები, რამხელაა და მე რო აჩვენებდნენ იქ ამ კლასტერებს შორის იყო ერთი კლასტერი, რომელსაც ქალწულის კლასტერი ქვია, იქ ამაში უამრავი galaktika არის, ერთ-ერთ galaktikაში მე არის მზის სისტემა, მე იქ არის დედამიწა, მე იმ დედამიწაზე არის ნიუ-იორკი და იგზი ხარ შენ. და ამ ფონზე რო აჩვენებდნენ და აჩვენებდნენ გაქრა ეს წერტილი არ იყო, მაგრამ წარმოგიდგენია როგორი მნიშვნელოვანი ვართ თითოეული ჩვენგანი, როგორც მეფე დავითი ამბობს, რა არისო ადამიანი ღმერთო, რომ მიაპყარი შენი მზერა. ვინა ვარ მე ღმერთო, რომ შენ დარდობ იმაზე, რომ ტვიქსი მიყიდო ქუჩაში და მაჩვენო შენი მზრუნველობა. არ ვიცი რა, აი აქ 127 ოჯახია ჩემ ეზოში, აქ ჩემს კორპუსში სადაც ცხოვრობ და ყველა მეზობელი ალბათ ჯერ თვალითაც არ მინახავს. შეიძლება ისე მოუკვდე, რომ ვერც გავიცნო ყველა ბოლომდე. წარმოგიდგენიათ, ღმერთი ქვეყნიერების შექმნამდე გვიცნობდა ჩვენ და იმდენად შეგვიყვარა, რომ მოვიდა ჩვენთვის ადამიანის სხეულში და მოკვდა და თან ნახეთ, რას ამბობს ერთი ჩვენნაირი დაკარგული რომ მოინანიებს, მთელი ეს ზეცა ხარობს, მაგრამ ეს ყველაფერი რატომ მოვყევი, იცი? თუ ეს galaktikები ამხელაა, ის ზეცა უფრო აღმატებულია, ის ზეცა უფრო შორს არის, იქ ფეხით ვერ მიხვალ და კოსმოსური ხომალდით. ის მიუწვდომელი სინათლეა, ასე წერია. წარმოგიდგენიათ? და ის ზეცა, მთელი ზეცა ხარობს, გახარებულია. გახარებულია, იმიტომ რომ ერთმა ადამიანმა ირწმუნა და ახლა წარმოიდგინეთ ლიკა რო ადგეს და თქვას, მე დღეს
ზეცა უნდა გავახარო. მამა ღმერთიდან დაწყებული, უკანასკნელ ანგელოზამდე დამთავრებული. ყველა ზეცის მკვიდრი უნდა გავახარო და როგორ? ნაყინს უყიდი და გაახარებ, არა, გახვალ და ერთ დაკარგულ ადამიანს დაუმოწმები იესო ქრისტეს შესახებ. ერთია რომ ის ადამიანი გადარჩება, როცა გადარჩება. და წარმოიდგინეთ, მეორეა, როდესაც ვიღაც მიზეზი ხდება მთელი ზეცის გახარების და ამ ადამიანის გადარჩენის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში იესო ქრისტე და მეორე რიგში იესო ქრისტეს მიმდევარი. ვინმე ლიკა იქნება, ლაშა იქნება, ვარია იქნება, მარი იქნება, ანი იქნება, მაია იქნება, რა მნიშვნელობა აქვს? მაგრამ შენ უკვე გიცნობენ, შენზე ზრუნავენ. იმაზე ზრუნავენ, რომ ვიღაც გოგო გამოატარონ, ის ვინც იცის ღმერთის ხმის მოსმენა, რომ შენ რო შაქარი დაგეცემა, შენთვის ტვიქსი მოიტანონ. ამ დონეზე გიცნობენ. წარმოგიდგენიათ? ეს ძალიან დიდი პატივია, მეგობრებო, ვიყოთ უფლის სამსახურში. მაგრამ ჩვენ ხშირად აი ბევრი სტერეოტიპი, ჩვენი წარმოდგენები, რაღაცა განათლების უქონლობა თუ ზედმეტი განათლება გუშლის ხოლმე ხელს და უამრავი მიზეზი გვაქვს. აი ჯერ ის და მე იგავი გითხარით, ხო? ოღონდ ჩემი შვილი გადამირჩინე, გირეკავს ექიმს მამა. პალტოსაც გიყიდი, მანქანასაც გამოგიგზავნი, დაგასვენებ საუკეთესო კურორტზე. ოღონდაც, იმიტომ რომ შვილს გადარჩენა ჭირდება. თუ მოკვდება ის ადამიანი, მე აზრი აღარა აქვს შენს კურთხევას. შენ უკვე გადარჩენილი ხარ. შენი ამ დედამიწაზე ყოფნის, ტანჯვა წამების, დაღლის, აი ამ ბრძოლის ერთადერთი მიზეზი არის სხვა ადამიანების გადარჩენა, თორე შენ რო ლამაზი სახლი გინდა, ის უფრო ლამაზი სახლი ზეცაში გელოდება. შენ რო შიგადაშიგ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს, იქ ჯანმრთელობის პრობლემა არასოდეს არ გექნება. შენ რო გინდა რომ სიმშვიდე და სიხარული კონდეს ყოველთვის და ყოველთვის ღმერთის თანდასწრებაში ნარნარებდე, იქ სწორედ ასია. ამიტომ ღმერთ შენთვის ძალიან უნდა ესიკეთე და მიყავ ხარ იქ, მაგრამ არის კიდე ვიღაც, ვისი გულისთვისაც იესო ქრისტემ ზეცა მიატოვა და მოკვდა გოგოთის ჯვარზე და მოვიდა ამ დედამიწაზე და შენი ამ დედამიწაზე ცხოვრების მიზეზიც სწორედ ეს არის, რომ შენი მაქსიმუმი გააკეთო, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გაიყოლო ზეცაში. ეს არის და ეს. ნახეთ, მეორე მეფეთა მეხუთე თავი. ძალიან საინტერესო მონაკვეთია, ეს არის ნაყამანი, ნემან რუსულად, ვისაც წაგიკითხავთ. ნაყამანი არამის მეფის მხედარმთავარი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო. მეორე მეფეთა მეხუთე თავის პირველი მუხლიდან ვკითხულ. რადგან მისი მეშვეობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. წარმოგიდგენიათ, უფალმა გაამარჯვებინა ამ ნაყამანის მეშვეობით არამელებს. ეს არამელები ისრაელიანების მტრები არიან. წარმოგიდგენიათ? მაგრამ უფალი იქ მუშაობს. მონიშნული ყავს ის ნაყამანი. აი როგორც წერია, ქვეყნიერების შექმნამდე ღმერთი გვიცნობდა ჩვენ. იცნობდა ნაყამანსაც და მისთვისაც საქმეები ქონდა გამზადებული. მაგრამ ნაყამანი უნდა დაბადებულიყო იქ სირიაში და არა ისრაელში. იქ უნდა გამختارიყო ძლიერი მხედართმთავარი. მამაცი კაცი იყო, კარგი მებრძოლი, მაგრამ კეთროვანი. სათარეშოდ გავიდნენ არამელები და ისრაელის ქვეყნიდან პატარა გოგონა წაიყვანეს ტყვედ. ნაყამანის ცოლს ემსახურებოდა იგი. ნახეთ, ისრაელი დააყაჩაღეს, ტყვეები წაიყვანეს და ერთი პატარა გოგო წაიყვანეს, მხევალი, რომელიც ამ მხედართმთავრის ცოლს ემსახურება. უთხრა თავის ქალბატონს, ამ პატარა გოგონა. ნეტავ წასულიყო ჩემი ბატონი და ენახა წინასწარმეტყველი, რომელიც სამარიაშია, ხომ განკურნავდა კეთრისგან. წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, აი პატარა გოგოა ტყვეა. საავარაუდოდ ამ პატარა გოგოს დედა და მამა ყავდა, ხო? ისე ხო არ გაჩნდებოდა. და დედა და მამას მოაშორეს. ტკივილშია ეს პატარა გოგო. თავისი ქვეყნიდან გაიტაცეს და მონად გაყიდეს. და მოხდა მხედართმთავრის გაყიდეს თუ ისე მიიყვანეს, არ ვიცი, მხედართმთავრის სახლში. მაგრამ ეს პატარა გოგო იცნობს ღმერთს, გაუგია რაღაც ღმერთზე. რო არსებობს წინასწარმეტყველი, რო ღმერთი მკურნალია. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენზე განათლებული იქნებოდა, ხო ეს გოგო? ვერ ვიტყვით, რომ იმდენი თეოლოგიური ცოდნა ექნებოდა, რამდენიც ჩვენ გვაქვს დღეს, იმიტომ რომ იესო ქრისტე უკვე მოსულია.
უკვე მოკვდა და აღდგა. ასე შეკრული ბიბლია ამ გოგოს არასოდეს თვალით არ უნახავს. ალბათ ის გადახოვული პერგამენტებიც არასოდეს არ უნახავს სინაგოგაში. ჯერ ერთი რომ გოგონა იყო. მეორეც რომ ამ სინაგოგაში ინახავდნენ ამას და ყველა ადამიანი ვერ წაიკითხავდა და თავის ხელში ვერ დაიჭერდა. მაგრამ მან იცის რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა. ცოტა იცის და ამ ცოტას იყენებს. უყურებს თავის ბატონს და მიუხედავად იმისა რომ მისი ტყვია ის ფიქრობს იმაზე რომ მასაც უკადაგოს და ეუბნება იმას რაც იცის. რო წასულიყო ჩემი ბატონი იქ იმ წინასწარმეტყველთან, ღმერთი ხომ განკურნავდა. ეხლა ეს აბსოლუტურად განსხვავებული თეოლოგიაა, იმიტომ რომ ამ კაცს თავისი ღმერთი ყავს. აქ ჩანს მინდა წერილიდან. მაგრამ გოგო ეუბნება რომ შენი ღმერთი არაფერია, იმიტომ რომ შენი ღმერთი შენ ვერ კურნავს. მაგრამ არის ცოცხალი ღმერთი. იმასთან თუ მიხვალ, ის აუცილებლად განკურნავს. აი თუ ამ პატარა გოგოს შეეძლო დაკვეხნა ღმერთის სახელით, ჩვენ რატომ არ უნდა შეგვეძლოს? აი დღეს მაგალითად ეკლესიის მერე წავედი. აქვე საგურამოში დაჩა მაქვს, დაჩა ქვია თუ აგარაკი ქვია და წყლის ტუმბო იყო გაფუჭებული, ორი ხელოსანი ყავდა დაბარებული, მოვიდნენ სანამ ჭაში იყო ჩამძვრალი, ჭიდან ხო ვერ გამიქცეოდნენ. ავდექი და დაუმოწმე, როგორ მოვინანიე, როგორ ვირწმუნე იესო ქრისტე. ბოლოს იცით როგორები წავიდნენ? ფული არ გამომართვეს. მაგიტო არ მიქადაგია ღმერთი ამოწმე. მაგრამ ხელი ჩამომართვეს. რა მაგარიაო, არა მართალიაო რა, ღმერთთან ერთად ცხოვრება ჯობიაო. მარხვა ჯობიაო, სიწმინდეში ცხოვრება ჯობიაო. წარმოგიდგენიათ? იმათ უფრო მეტი მელაპარაკნენ მერე, ვიდრე მე ველაპარაკე. რომ მოუყევი, როგორ ჩაერია ღმერთი ჩემ ცხოვრებაში და როგორ შეცვალა. აი ამას წინათ ნერგების საყიდლად ვიყავი რომ ჩამომეტანა ლაგოდეხში. და სანამ ის კაცი მელაპარაკებოდა რაღაცაზე ღმერთი ვახსენდა, მე ღმერთი არ ამწამსო. 1-70 წლის კაცი იქნებოდა. რას ამბობ მეთქი? ხა მაგალითებს გეუბნებით უბრალოდ. რას ამბობ ღმერთი არ აქცამს მეთქი? არაო. არა ისეო სიკეთეს კი მჯერაო, მაგრამ ღმერთი არ ამწამსო. აბა ეხა მაგშანს ხელიდან გაუშვებდი? მოუყევი როგორ გამომეცხადნენ ანგელოზები და როგორ ვირწმუნე ღმერთი და პირი დარჩაღია. შენაირი კაცი ცხოვრებაში არ მინახიაო. ჩვენ ხო გონია რომ ყველაფერი იცის. მაგრამ შენ ვინც გვხვდება იმ ადამიანებიდან უმრავლესობა, იმიტომ გვხვდება რომ მათ შენგან უნდა მოისმინონ სახარება. მე არ ვლაპარაკობ, როდესაც ადამიანები აკეთებენ, არ გისმენენ, გლანძღავენ, არ უნდათ, მაგრამ 10-დან 5 მაინც მოგისმენს. ეხლა აღარ დავიკვეხნი, მაგრამ იმ კაცმა მეფასები გამიკეთა? იქიდან რომ ჩამოვედი, ნახევარი ჩემი სამეგობრო მეკითხება სადიშოვნე ასე ხეები იაფათო. გაზდილი ხეები, მე გაჩვენებ სურათებს რომ ჩამოვალ. 40-მდე ხე გამომატანა. თბილისში რომ აი მეყიდა მაგდენი ხე 1.15-20,000 ლარი დამიჯდებოდა. იმ ხელა ხეები გამომატანა. იცით აი ადამიანები მოწყურებულები არიან. აქედან მე ბიბლია გაუგზავნეთ, ან იმის მოგვარე შევარჩიე ჩვენი ეკლესიიდან, ვინც ჩამომიტანა ის ხეები მერე და ვიმეგობროთო დამირეკა ამ წიგსო საპატიო ადგილს მივცემ ჩემს ოჯახშიო და ასე შემდეგ და ეხლა რამოდენიმე მორწმუნე ემზადებია რომ ჩავიდნენ იმასთან ნერგები იყიდონ და ნელა-ნელა უნდა დავბომბოთ ეს კაცი სახარებით. იმიტომ რომ ღმერთი მოქმედებს. არაფერი მოყევი ის რაც შენ გაქვს, რაც გაგიკეთა ღმერთმა. აგერ იქ ბოლოში ზურიკოზის მე მგონი და ზურიკოს შეუძლია თავისი საძმაკაცო გააოცოს იმით, რაც ღმერთმა გაუკეთა მას. ძალიან მარტივად. რამდენი ადამიანისთვის იქნება ეს თუ არა პასუხი თავიანთ გამოუვალ მდგომარეობაზე. დასაფიქრებელი მიზეზი მაინც. და თუ ამას არ გააკეთებს ზურიკო, თუ ამას არ გააკეთებს გურამი, თუ ამას არ გააკეთებს ლაშა, ფას დაკარგავს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას მაშინ? ეს სინათლე ხო მოგვეცა იმისთვის, რომ ყველას გაუზიაროთ. წარმოგიდგენია იესო ქრისტე რომ მოსულიყო, თავისთვის ესხოვრა წმინდად, მარტო მომკვდარიყო, აღდგარიყო, წასულიყო და ისე რომ ჩვენთვის არაფერი არ ეთქვა. რა იქნებოდა? კიდევ კარგი ხმა მოიღო და სხვების გამოაგზავნა. ნახეთ, მოვიდა ნაყამანი და უამბო თავის ბატონს. ასე და ასე თქვა ისრაელის ქვეყნიდან წამოყვანილმა გოგომ. თქვა არამის მეფემ. ახლა ეს ნაყამანი ეთყობა თავის მეფესთან მივიდა, იმიტომ რომ შემდეგ მუხში უკვე მეფე ლაპარაკობს.
ახლავე გაემგზავრე, მეფესაც უნდა რომ თავის მხედართმთავარი ჯანმრთელი იყოს. წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან. მეფეს უგზავნის წერილს, სანაცნობო. ძალიან სერიოზული კავშირები აქვთ. მაღალი თანამდებობის პირები არიან. დიდი ძალაუფლება აქვთ. ლამაზად შემოსილები არიან. ფული ბლომა დააქვთ. მაგრამ აი ამ პატარა გოგომ დაანახა რაღაცა გამოსავალი. ვერსად ვერ პოულა, აი ბრძენები არიან ამ ქვეყნიერების. მაგრამ პატარა გოგოს აქვს ისეთი რაღაც, რასაც მთელ აი ამ თავიანთ სიბრძნეში და სიმდიდრეში ვერ პოულობენ. წარმოგიდგენიათ, რამდენჯერ მიფიქრია ივანიშვილი რო ჩამაგდებინა მეთქი ხელში. იმიტომ რომ არაერთხელ უთქვამს, რომ არ წამს ღმერთის. და მაინტერესებს, რას მეტყვის, როდესაც მოუყვები, რომ მე ანგელოზები მყავს ნანახი. აი რას მეტყვის მაშინ. როდესაც მოუყვები, რომ ღმერთმა გამკურნა, რომ ღმერთი ცოცხალია. რაღაცა რეაქცია ხო ექნება რა? რამდენი ადამიანი ელოდება თქვენგან აი ასეთ დამოწმებებს. თქვა არამის მეფემ, ახლავე გაემგზავრე, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან. წავიდა ეს ნაყამანი და ნახეთ რა მიაქვს. 10 ტალანტი ვერცხლი წაიღო. ეს არის დაახლოებით 240 კილოგრამი ვერცხლიო. 6000 შეკელი ოქრო. და 10 ხელი ტანისამოსი. ეხლა ამ ხელოვნურ ინტელექტს შევეკითხე რა, ძალიან მიადვილებს, იმიტომ რომ ადრე ვეძებდი ხოლმე რაღაცა კონვერტაცია როგორ გამეკეთებინ და ეს მუხლი ჩაუგდე და ვეკითხები, რომ რამდენი იყო დღევანდელ თანხაში შეგეძლია გადმომიწერო მეთქი, გადმომიკონვერტირო მეთქი და არ გაინტერესებთ რა მითხრა? დამითვალა რამდენი კილო რა იყო, ტანსაცმელიც კი გამომითვალა და მეუბნება, დაახლოებით 4,262,000 დოლარიო. წარმოგიდგენიათ? ავადმყოფი კაცია, პატარა გოგომ რაღაცა უთხრა, მეფემ წერილი დაუწერა, რაც გააჩნია ეხა ძალაუფლება აქვს, სანაცნობო წერილი აქვს. პატარა გოგომ მიაკითხა ეს ვიღაცამ კითხავი გონია ეხლა ამას. 4 მილიონი დოლარი ჩაიდო ჯიბეში და მიდის. ყველაფერი რაც შეუძლია, ყველაფერი წაიღო. მაგრამ აბა ვნახოთ ეს ყველაფერი დაეხმარება? იმიტომ რომ ჩვენც ხო ასე ვიქცევით ხოლმე არა? ჩვენც ასე ახალი მორწმუნე რო ვიყავი, ვიძახოდი, აი მაგარი მერსედესი უნდა ვიყიდო, მეტროს ამოსასვლელთან დავდგე, მერსედეს მივეყუდები ესე, მობილური ხელში მეჭირება და რამდენიც გამოივლის ვინმე ყველას დაველაპარაკებ, იმიტომ რომ მერსედესი კი არა, ჟიგულები არ დადიოდა თბილისში მაშინ. მე მეგონა რომ ამაში იყო ძალა, მაგრამ არ გამოდის ასე. აქედან ღმერთი ვერ მოქმედებს. ღმერთს არ უყვარს, როდესაც ადამიანები თავისი შესაძლებლობებიდან მოქმედებენ. ღმერთს უყვარს, როდესაც ჩვენ იმდენად გვჯერა მისი, რომ რაღაცა ძალიან მარტივი და უბრალოდ რო გვეჩვენებოდეს, მაინც ვაკეთებთ. აი თუ ვინმე ცუდად არის, გეუბნება წმინდა წერილი. მოუხმოს ეკლესიის უხუცეს, ზეთის ცხონ და ილოცონ მისთვის. აღიარონ წოდები. თუ რაიმე შეწოდება ჩაუდენიათ ეპატიებად და ღმერთი წამოაყენებს ავადმყოფებს. ძალიან მარტივია, ხო? ზეთიც იშოვება, უხუცესებიც არიან, წოდების აღიარებას წირაუდგას თუ თამდაბალი კაცი ხარ. მაგრამ რამდენი ჩვენგანი ვაკეთებთ ხოლმე ამას? იცით, ამაზეც მინდოდა დღეს მეთქვა, სანამ თემას გავაგრძელებ, ჩვენ ემოციებით დავდივართ ხალხო. არის როგორი მომენტი, იცი, აი თუ უცებ ღმერთის თანდასწრება ვიგრძენით, თუ რაღაცა სიმღერა შეგვეხო, სიტყვა შეგვეხო და რწმენით ავსებულები ვართ, მაშინ აი ამ რწმენას რომ გრძნობთ, გავდივართ და შეიძლება კიდეც ვიქადაგოთ, მაგრამ არის მომენტი, როდესაც ვერაფერს ვერ გრძნობ. საერთოდ აი თითქოს ღმერთი ძალიან შორს არის. თითქოს ღმერთი შენს ლოცვას არ ისმენს. ქონიათ ვინმეს ასეთი შემთხვევა? ვის ქონია? რომ ვერ გრძნობ საერთოდ ღმერთს. აი ამ დროს რო გახვალ და ვიღაცას უკადაგებ, შენ რას გრძნობ, რწმენას გრძნობ თუ არ გრძნობ, აი რადგან გახვედი და რადგან მოქმედებაში მოიყვანე ის, რასაც ღმერთი სიტყვა გეუბნება, ეს გეთვლება შენ რწმენად. ვინ თქვა რომ რწმენას უნდა გრძნობდე? ჩვენ პირიქით გითხრეს რომ რწმენა საქმეებით უნდა გამოხატო. და ჩვენ იმდენად ემოციური ტიპაჟები ვართ, რომ თუ ვერ გრძნობ რაღაცას, ხო, არც აკეთებ. სინამდვილეში თუ მაინც გააკეთებ, ღმერთი გაგაუცებს, იმიტომ რომ რწმენა გეთვლება მაშინ, როდესაც რაღაცას აკეთებ და არა როდესაც რაღაცას გრძნობ. ხო ძალიან მარტივად გასაგებია, მაგრამ მაინც ემოციებით ვიმართებით ხოლმე. აი ახლა
სანამ ჩამოვალ ერთი კვირა ხო გვაქვს კიდე. ამ კვირის განმავლობაში შენ რა სიგრძნობ? ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამოიღე რომელიმე ადამიანის სამიზნეში, ილოცე მისთვის და შეეცადე რომ დაუმოწმო იესო ქრისტეს შესახებ. შენ რა სიგრძნობ? როგორი სახე ექნება, როგორ განწყობაზე იქნება, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შენი ეს მცდელობა ჩაგეთვლება რწმენაში და რწმენას ღმერთი პასუხობს თავისი მოქმედებით. ამენ. მოდი გავაგრძელოთ. მიუტანა ისრაელის მეფეს წერილი და წერილში წერია აბა შენიც იხა ჩემო ძმაო განკურნა ეს კაცი. რომელშიც ეწერა ამ წერილთან ერთად გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მსახურს, რომ განკურნო იგი კეთრისგან. და მეფემ გამოუგზავნა მეფეს. ეხლა ის მეფე ფიქრობს კაცო, თუ იქ ისრაელში ვიღაცები რაღაცებს კურნავენ, მეფე აკონტროლებს ალბათ სიტუაციას. აბა შენიც გამოგიგზავნე და მიმიხედე ამ კაცს. ჩააწყვეს სანაცნობოთი. აი როგორც ეხლა დიდი რელიგიები აწყობენ ხოლმე, მეფეებს იცნობენ, პოლიტიკოსებს იცნობენ, ფული ბლომათ აქვთ, ყველაფერი, მაგრამ ძალა არ აქვთ ღმერთის. ძალა აქვს ერთ უბრალო მორწმუნეს, რომელიც მაღლიდან იშვა, წავა იესო ქრისტეს სახელს ახსენებს და უფალი მოქმედებს. და შეიძლება აქეთ მეუფე იყო, დიდი წვერები გქონდეს, 100 წლის იყო და ყველა წმინდას და უნეტარეს გეძახოდეს, მაგრამ შენგან არაფერი არ ხდებოდეს. იმიტომ რომ ეს სანაცნობოთი პოზიციები და პოლიტიკოსები და სიმდიდრით არ განისაზღვრება. ეს უსასყიდლოდ მოგვეცა და მხოლოდ რწმენას პასუხობს უფალი იესო ქრისტე. წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა, ღმერთი ხომ არა ვარ რომ კლავდე და ვაცოცხლებდე. ეს კაცი კეთრისაგან განსაკურნებლად რომ გამომიგზავნა. იცოდეთ, შემოჩენილია და მიზეს ეძებს. ნახეთ, როცა ადამიანი არ იცნობს ღმერთს და პრობლემის წინაშე დგება, სასოწარკვეთაში ვარდება. ტანსაცმელი შემოიხია. შემოჩენილია. შეშინდა. შარის მოსადება ჩამოვიდა. როდესაც ღმერთს არ იცნობ, ჩემო მეგობარო, და შენ ცხოვრებაში განსაცდელი მოვა, პირველი რეაქცია იცი რა არის? გეშინია, პანიკდები, არ იცი რა გააკეთო, ექიმს ეცე, ნათესავს ეცე, ფული ისესხო, სესხი გამოიტანო, სამსახური ეძებო, დაპანიკებული ხარ, მაგრამ როდესაც ღმერთს იცნო, როდესაც ამა თუ იმ სფეროში ღმერთის ბუნება უკვე შეცნობილი გაქვს, შენ სულ სხვანაირად იქცევი. თუნდაც როგორც ის პატარა გოგო, ბევრი არ იცოდა, მაგრამ იმდენი იცოდა, რომ ნაყამანი ისრაელში გაეგზავნა. ნახეთ, გაიგო ელისემ ეს წინასწარმეტყველ ელისეზეა საუბარი. ღვთისკაცმა სამოსელი შემოიხიაო ისრაელის მეფემ. კაცი გაუგზავნა და უთხრა, რისთვის შემოიხია სამოსელი? მოვიდეს ჩემთან ნაყამანი და გაიგოს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში. წარმოგიდგენიათ? ელისე ღმერთს იცნობს და მშვიდად არის. კაცი ღმერთისაგან კურნებას ეძებს. რამ შეგაშინა მეფემ? მოვიდეს ჩემთან და ვუშველი. რა პრობლემაა? წარმოიდგინეთ და ნახეთ რა ხდება. მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით ელისეს სახლის შესასვლელთან დადგა და ელისეს სახლის შესასვლელთან დადგა. ნახეთ ახლა ეს მთელი თავისი ამალით, ამ 4 მილიონი დოლარით, თავისი მოსამსახურეებით, გაიგო რომ აქ ყოფილა წინასწარმეტყველი, მივიდა და დადგა კართან და ეხლა მოლოდინები აქვს ამას რაღაც, იმიტომ რომ დიდი კაცია, ხვდებით? რაღაცა წარმოდგენები აქვს. სმენია რომ ღმერთის მორწმუნეები ხელებს ადებენ, მაღალი ღმერთის სახელს ახსენებენ, თეოლოგიური განათლება აქვს. ეთყობა დაგუგლა, გაიგე, ცოტა რომ გაეგო როგორ მუშაობენ ეს წინასწარმეტყველები. თავისი პატარა გუგლი მოსამსახურე სახში ყავდა. ნახეთ რა ხდება. ელისი არც კი გამოდის მასთან გარეთ. აბსოლუტურად ანგრევს ნაყამანის სტერეოტიპებს. აი ჩვენც რაღაცა წარმოდგენები რო გვაქვს ხოლმე, ღმერთი აბსოლუტურად განსხვავებულად იქცევა ხოლმე ხშირ შემთხვევაში. და ჩვენ მაინც აი პირველ ჩვენებას ვაწვევით, რადგან წარმოგვიდგენია, რადგან გავიგეთ, რომ აი ვიღაცის ცხოვრებაში ესე მოიქცა, შეიძლება ეხლა შენ დღეს რო გაიგე, რომ იმ გოგომ იმ מחარებელს ტვიქსი მიუტანა, ხვალ დადგე ქუჩაში, შიერი მწყურვალი და დაელოდო ტვიქსს როდის მოგიტანენ, მაგრამ შენ ცხოვრებაში შეიძლება ასე არ მოხდეს. ამიტომ ნუ შევიქნის სტერეოტიპებს, იმიტომ რომ ღმერთი აი ამ აურაცხელ galaktikებზე დიდია და ჩვენი პატარა ტვინის ჩარჩოებში ვერ ჩავსვამთ. შეიძლება ყორანი მოფრინდეს და იმან მოგიტანოს ტვიქსი. აი ტკბილეული მეუტანა ელიას, ხო გახსოვთ იქ ორ ხევში რო იყო იქ წყლის ხევში რო იმალებოდა.
ამას გოგო მოუტანა შოკოლადი, იმისთვის ნამცხვარი მიქონდა ყვავს თუ ყორანს. ღმერთს უამრავი გზა აქვს რა. ვიღაცას სურაში ზეთი არ უთავდებოდა და ფქვილი იქ საფქვილეში. ღმერთი სხვადასხვანაირად მუშაობს და შენ ცხოვრება შენ შეიძლება გაიარო და უბრალოდ $100 შეყვრა იპოვო. ღმერთმა გაპოვნინოთ ბევრი. მაგრამ ნუ გექნება მაინც და მაინც რაღაცის მოლოდინი. იცოდე რომ ღმერთი იზრუნებს შენზე, მაგრამ როგორ ეს მისი გადასაწყვეტია. ნახეთ, მაგრამ ნაყამანს თავისი წარმოდგენა აქვს ახლა ამ წინასწარმეტყველზე და განკურნებაზე. მოციქული გაუგზავნა ელისემ, თვითონ არც გამოსულა გარე და რას ეუბნება? წადი, 7 გზის განიბანე იორდანეში, გაგიახლდება ხორცი და გასუფთავდები. ღმერთის კაცი ვერ ნახა, მაგრამ ამბავი მოუტანეს, რომ იორდანეში 7 ჯერ უნდა ჩახვიდე. იცით ახლა თქვენ ბევრმა ეს ისტორია. განრისხდა ნაყამანი. ეს კეთროვანი მხედართმთავარი გაბრაზდა. აჰა, ვიფიქრე, უსათუოდ გამოვა, დადგება, უფლის თავისი ღმერთის სახელს ახსენებს. კეთრიან ადგილზე დამადებს ხელს და გამკურნავს მეთქი. აი ესეთი წარმოდგენა ჰქონდა ნაყამანს. და არ ჩაჯდა თავის წარმოდგენაში ეს ელისე წინასწარმეტყველი და გაბრაზდა და მირბის სახში. განა დამასკოს მდინარეები, აბანა და ფარფარი, ისრაელის მთელ წყლებს არ სჯობია? განა იქ ვერ დავიბან და გავსუფთავდები? გატრიალდა და წავიდა გაჯავრებული. წარმოგიდგენია? წავიდა რა კაცი. აგერ განკურნება ელოდება წინ, მაგრამ იმის გამო რომ ეს განკურნება ისე არ მისცეს, როგორც მას წარმოუდგენია, უარს ამბობს ყველაფერზე და გაბრაზებული მიდის. მეგობრებო, აი აქ მინდა რომ ჩვენ დავფიქრდეთ. ხშირად ჩვენ კურთხევებს ვერ ვღებულობთ, იმიტომ რომ კურთხევას აი ამ ფანჯრიდან ველოდებით რა. არა და იქ კარზე ვიღაც გვიკაკუნებს. მზად არის რომ მოგცეს ეს კურთხევა, მაგრამ შენ ფანჯრისკენ გაქვს ყურადღება და ის გონია რომ ეშმაკი ცდილობს შენი ყურადღების გადატანას. შესაძლებელია შენ ფიქრობ რომ თეოლოგიური ინსტიტუტები და კოლეჯები უნდა დაამთავრო. შეიძლება ფიქრობ რომ ჯერ რაღაცეები უნდა ისწავლო. შეიძლება ჯერ ფიქრობ რომ რაღაც უნდა შეიძინო და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ტყუილია და მახია. დღეს უკვე შენ იმდენი იცი, თუ შენ მიენდობი უფალს და დაიწყებ იმის გაზიარებას, რაც იცი, უფალი შენგან მოიმოქმედებს სასწაულებს და გადაარჩენს ადამიანებს. ყველაზე დიდი სასწაული ადამიანის გადარჩენაა, მაგრამ განკურნებებიც იქნება, განთავისუფლებებიც იქნება, იმიტომ რომ უფალი დაამოწმებს თავისი მახარებლების სიტყვებს, იმიტომ რომ ასე თქვა, გადით, იქადაგეთ და აი ასეთი ნიშნები ახლდება თან, როდესაც ირწმუნებენ ადამიანები. ეს არის ღმერთის აღთქმა. და ჩვენ ნელა-ნელა უნდა ვისწავლოთ. უფალმა იცის როგორ უნდა გაგზარდოს მისადმი ნდობაში. და უამრავი მაგალითები და მომენტები არის. აი წინაზეც მოგიხევით, რომ მე თვითონაც არ მჯეროდა ის ქალი, რომ გაქცევა მინდოდა, მაგრამ ადგა და მთელი სამეზობლო ჩამოირბინა, ხო? არ ვიცი რამდენი ხანი იყო ლოგინად ჩავარდნილი. რამდენჯერ ყოფილა ესე, რომ აი მე რწმენა არ მქონია და ადამიანი მეხვეწება, ილოცე რა, ილოცე და ნუ მიილოცია და ესეც კი რწმენაში ჩამითვალა ღმერთმა, რადგან ვილოცე და ხელი გავიწოდე. კიდევ ვიძახი, ჩვენს ემოციებს და გრძნობებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ხშირად ღმერთის სიტყვის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობენ. ნუ როცა არ ლაპარაკობენ, მაშინ მშვენიერია, მაგრამ როცა ლაპარაკობენ, თუმცა მაშინაც კი, როდესაც არ ლაპარაკობენ ღმერთის სიტყვის საწინააღმდეგოდ, ჩვენ ემოციებზე კი არ უნდა დავეყრდნოთ. უნდა დავეყრდნოთ ღმერთის სიტყვას. ნახეთ, გაბრაზებული მიდის ახლა ეს კაცი და წარმოდგენა აქვს, რომ აი უნდა გამოსულიყო რაღაც რიტუალი უნდა შეესრულებინა და ძალიან ემარტივა, იცით, აი რაღაცა იორდანე ზოგადად დიდი მდინარე არ არის. და იქ დამასკოში უფრო ჩრდილოეთით არის და მთები კავკასიონის ქედია მერე ზემოთ და იქიდან უფრო მეტი და მეტი მოდის ეს მდინარეები და წყალუხვი მდინარეებია და კაცი იძახის რომ მდინარე თუა და მდინარეში ჩასვლა თუ მშვენის. უფრო მაგარი მდინარეები იქ არის, ხო? მე მეგონა აქ მორწმუნეები იყვნენ და რაღაცას მიშველიდნენ. გაბრაზებული მიდის და ნახეთ რა კარგია რომ ბრძენი თანამსახურები თუ მსახურები ყავდნენ. მიახლენ მსახურები, ელაპარაკნენ და უთხრეს: მამაო, დიდი და საძნელო საქმე რომ მეთქვა წინასწარმეტყველს, ხომ გააკეთებდი. მით უმეტეს, როცა გეუბნება, განიბანე და გასუფთავდებიო. აი ჩვენი ტვინი სად იჭედება. ჩვენ ყოველთვის გვიყვარს გართულება. აი იმისთვის რომ ეთქვა ახლა, შენ იცი რა,
აი ეგ ფული რო გაქვს მოტანილი, უნდა დაიქირავო მუშები, აი ეგ უნდა ამიშენო მაგარი სამსხვერპლო, მოიყვანო 1000 ცალი ხარი, უნდა დაკლა და ერთი კვირის განმავლობაში სისხლი უნდა დაღვარო და მსხვერპლი უნდა წირო საბაოთ უფლის წინაშე. ეს რო ეთქვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაყამანი ამას გააკეთებდა. იმიტომ რომ ამაში რაღაცა საიდუმლოებაა, რაღაცა სირთულეა თითქოს, რაღაცა სიბრძნეა, რაღაცა რიტუალურია, რაღაცა საკრალურია და ადამიანები დღესაც რელიგიური ადამიანები და ჩვენ ყველანი აქეთ ვართ მიდრეკილნი, რაც უფრო რთული ასე გონია, რომ ღმერთმა გაგვირთულა სინამდვილეში სახარების უბრალოება გვაჩუქა. ირწმუნე და გადარჩები შენს და შენი სახლეულიც. ირწმუნე და განიკურნები. მე მოუკვდი შენს ნაცვლად. ღმერთი გვეუბნება ქვეყნიერების ბრძენთა სიბრძნე გააუქმაო, რითი წინა მსახურებაზე ვახსენეთ. სახარების უგუნურებით. აი გაახარე ვიღაცა იმით, რომ იესო ქრისტე მოკვდა მისთვის. აი ეს ძალიან მარტივი, ძალიან უბრალო ფორმულა ადამიანებს ანთავისუფლებს. მაგრამ შენც კი ხო ძალიან მარტივად გეჩვენება ეს. ამიტომ ელოდები, როდის გიქადაგებენ ისეთ რაღაცას საიდუმლოს, რომ მიხვდები შენ, როგორ უნდა გახვიდე და გადაარჩინო ნიუ-იორკი. ასეთი რამე არ იქნება, მეგობრებო. 1000 წელი რო უსმინოთ ქადაგებებს, 1000 წელი ილაპარაკებენ უბრალო სახარებაზე. ვინც ნორმალური მქადაგებელია თორე ხა, ზოგმა შეიძლება რამე გამოიგონოს. და ნახეთ რა ხდება. მით უმეტეს, როცა გეუბნება განიბანე და გასუფთავდებიო და ღვთისკაცი დაფიქრდა, პრინციპში რას გაურბივარ, მოდი ჩავიდე, აგერავარ რა. იქნება და ვინკურნები. ჩავიდა ღვთისკაცის სიტყვისამებრ 7 გზის, ჩაყვინთა იორდანეში და ჩვილი ბავშვივით განუახლა ხორცი და გასუფთავდა. რატო 3 გზის როცა ჩავიდა მაშინ არა? რატო 5 გზის არა? რატო 8ჯერ არ ჩავიდა? იცით, ჩვენ ხანდახან ზედმეტად გვეჩვენება ხოლმე ის, რაც აქ წმინდა წერილში წერია. აქ რაც წერია. ეს შეიძლება ძალიან უბრალო იყოს, მაგრამ ის აღემატება ყველა ბრალიანს და ყველა ბრძნულს ამ დედამიწაზე. აი ეს სახარების ეგრეთ წოდებული სისულელე ჯობია მთელი ქვეყნიელების სიბრძნეს ერთად აღებულს. შენ შეიძლება ძალიან უბრალოდ გეჩვენება, რომ ვიღაცამ ზეთი გცხოს, აი მან თუ ვინმე ცუდად არის, დღეს ზეთის ცხეთ ერთმანეთს და ილოცეთ. ცხეთ ერთმანეთს ზეთი და ილოცეთ. იმიტომ რომ აქ ასე წერია. შეიძლება ეხლა მან დუხუცესები არ ყავთ, მაგრამ მორწმუნეებმა ცხეთ ერთმანეთს ზეთი. ილოცეთ ერთმანეთისთვის. იშუამდგომლე დაასხით ხელი ერთმანეთს. განკურნეთ ერთმანეთი. იმიტომ რომ ასე წერია, რომ ჩვენ ეს უნდა გქონდეს, მეგობრებო. და ნახეთ, ეს კაცი განიკურნა, დაბრუნდა ნაყამანი ღვთისკაცთან, მთელი თავისი ამალით. მივიდა, დადგა მის წინაშე და თქვა, აჰა, ახლა ვიცი, რომ მთელ დედამიწაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი. ახლა გთხოვ, მიიღე საჩუქარი შენი მსახურისკენ. ხედავთ, მახარებლობა შედგა, მეგობრებო. ურწმუნო ქვეყნის უძლიერესი მხედართმთავარი ისრაელის ფაქტიურად დამპყრობელი აღიარებს, რომ მხოლოდ ისრაელშია ღმერთი. ეს პატარა საქმე არ არის, მეგობრებო. კორინთელთა პირველ წერილში 1:21-ში წერია და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი თავის ღვთაებრივ სიბრძნეში ღვთისათვის მოსაწონი იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით. აი უგუნურება ძალიან მარტივია. არც რიტუალია, არც საკრალურია. იცი, ჩვენ ხანდახან პროტესტანტებს დაგვსინიან ხოლმე. კრეხელებს გვეძახიან, იმიტომ რომ ქრისტე თავის მეგობრად გაიხადესო, ძალიან გაამარტივესო ყველაფერი. ასეა, მეგობრებო, სახარება ლაპარაკობს მარტივად. არ ჭირდება იმ დიდ წიგნს, ბიბლიას რო ეძახიან, გამოსვენება საკურთხევლიდან, სიმღერები იმ წიგნს, არ ჭირდება რაც 1000 მეტანიის და რაღაცა იმის ტროპარების კითხვა იმისათვის რომ განიკურნო. გჭირდება ერთი რამ, უნდა ირწმუნო იესო ქრისტე. უნდა ირწმუნო რომ ის შენთვის მოკვდა და რომ ის ჭრილობებში შენ ხარ გამოსყიდული და განკურნებული. ილოცო, სხვასაც გაუზიარო და იხილავ უფლის დიდებას. ამენ, მეგობრებო. ამენ. უფალმა გაკურთხოთ. მე მინდა რომ აი თქვენ რომ შემოიკრიბებით ახლა მან მოზიარეობა რო გექნებათ. რამოდენიმე თქვენგანმა მაინც, აი ლაშა, თხოვე ადამიანებს,
რომ დაამოწმონ ვინ როგორ მოვიდა ეკლესიაში. ვის როგორ შეეხო ღმერთის სიტყვა, რომ აღმოვაჩინოთ რა მარტივად ხდება ყველაფერი მეგობრებო. აღმოვაჩენთ რომ ვიღაცამ რაღაცა გვითხრა რა. და ამიტომაც მოვედით ეკლესიაში. დაამოწმეთ მოუყევით ერთმანეთს როგორ მოქმედებს ღმერთი, მოუყევით ერთმანეთს როგორი თანდასწრება მოაყოლა ღმერთმა თქვენს გადაწყვეტილებებს და ეს ერთმანეთში განგვამტკიცებს და შემდგომი კვირა მოდით იყოს აი ამ მარტივი სახარების ვინმესთვის გაზიარების კვირა. აი დაუდე შენ თავს მიზანი რომ ზეცა გაახარო ამ კვირის განმავლობაში. შეიძლება ვიღაცამ არ დაგიჯეროს, შეიძლება ერთი ცოდვილი ვერ მოაქციოთ ცდომილების გზიდან, მაგრამ ზეცა იმითაც გაიხარებს, რომ აი ჩემმა შვილმა უკვე დაინახა რა არის სწორი გზა და დაიწყო ნელა-ნელა მცდელობა იმისა, რომ ჩემი სახარება მიიტანოს ადამიანებამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პატარა ბავშვი როცა იბადება, თავიდანვე ვერ ახერხებს სიარულს, მაგრამ რადგან ის არ წყვეტს მცდელობას, ის ადრე თუ გვიან სიარულს სწავლობს. წარმოგიდგენიათ 2 წლის ბავშვმა რო თქვას, მე დღეს უნდა გავიარო, ადგა ორი ნაბიჯი გადადგა წაიქცა და თქვა, მორჩა მე არ გამომდის. და უკვე 20 წლის გახდა და აღარ დგება. იმიტომ რომ ერთხელ სინჯა. არა მეგობრებო, მოსინჯეთ. ყოველ დღე შეეცადეთ და ყველა ამ მცდელობაში უფალი უფრო მეტ სიბრძნეს, მეტ კურთხევას და ცხებულებას გამოანთავისუფლებს თქვენთვის. ამენ. გაკურთხებთ იესო ქრისტეს სახელით, დაეუფლის სულის მართლობა იყოს თქვენზე, თითოეულ თქვენგანზე, დაეუფლის თვალებით, დაგანახოთ ღმერთმა, ვინ არის ის, ვინც თქვენს გვერდით დააყენა, რათა თქვენგან მოასმენინოს ეს მარტივი გადარჩენის სახარება. მოგცეთ გაბედულება უფალმა, მოგცეთ ცხებულება, სიბრძნე, როდის, როგორ, ვის, რა უთხრათ და გამოიყენოს თითოეული თქვენგანი ადამიანთა სულების გადასარჩენად. იესო ქრისტეს სახელით და თქვენ და საკურთხებლად. ამენ. უფალმა გაკურთხოთ მეგობრებო, იქითა კვირას უფლის მადლით და წყალობით, აი აქედან აღარ დაგელაპარაკებით, მანდ ვიქნები უკვე თქვენთან. რამე კითხვები ხომ არ გაქვთ? მე მივხვდი რომ ყველაფერი გაგებულია რო ვაკვირდები. აბა თქვენიც ეხლა გაორმაგებულნი დამხვდით მანდ რო ჩამოვალ. ყველამ თითო კაცი მოიყვანეთ ამ კვირაში. გამარჯობა, როგორ ხართ? დაიმღერო? კარგად, თამარ, კარგად ვართ. როგორ შემოაღწია აქ ერთი მაინტერესებს. ლინკით შემოვედი. აა, ძალიან კარგი იყო, მადლობა. და პატარა ცფიერობები უსწავლია. კარგით, აბა კოცნით სულ ყველას და გეხუტებით. აბა ჰე, მომავალ შეხვედრამდე. კარგად, აბა შეხვედრამდე. ლაშა 4 შაბათს იკრიბებით, ანუ. არა. შემდეგ არა. შემდეგ 4 შაბათს? აუ რა კაია. კი, მაია და იასთან იკრიბებიან, მაგრამ ჩვენი იქნება არა, მე ხო, მაგას გეუბნებოდი. შემდეგ იქნება ალბათ შემდეგ 4 შაბათს. აი, კვირას გნახავთ შემდეგში. აი, კვირამდე, შენი მეუღლეც წამოიღოს. კი.